მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა არანაკლებ საინტერესო თემას შევეხო და ეს არის ურთიერთობა წყვილებს შორის. რა გაკვეთილები უნდა გაიაროს წყვილებმა, რა არის წყვილების შეხვედრის მიზეზი, რა სირთულეები შეიძლება შეხვდეთ მათ ურთიერთობაში და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჰარმონიულ ურთიერთობებს. მე შევეცდები, რა თქმა უნდა, ძალიან მოკლედ გადმოგცეთ ის ინფორმაცია, ვისაც უფრო მეტი და ღრმა ინფორმაცია აინტერესებს თავის თავზე და ასევე წყვილთა ურთიერთობაზე, შეგიძლიათ მომართოთ პირად შეტყობინებაში და ჩაეწეროთ კონსულტაციაზე. ახლა კი დავიწყოთ. ესე იგი, იმისათვის, რომ გავიგოთ თავსებადობის რიცხვი, ამისათვის საჭიროა თქვენი დაბადების თარიღს მივუმატოთ თქვენი პარტნიორის დაბადების თარიღი და მიღებული შედეგი დაიყვანოთ ერთნიშნა მონაცემზე. მაგალითად, თუ თქვენ პირობითად დაბადებული ხართ პირველ რიცხვში, ხოლო თქვენი პარტნიორი 22 რიცხვში, 22-ს მივუმატოთ 1 არის 23 და 23-ის ერთნიშნული იქნება 2 + 3 5. ესე იგი, თავსებადობის რიცხვი და თავსებადობის ენერგია არის 5. და დავიწყოთ ახლა ტრადიციულად ერთიანიდან. თუ თქვენი თავსებადობის რიცხვი არის 1, ამას ქვია ლიდერული დუეტი, კონკურენცია. ეს არის წარმატების, მოქმედების და ამბიციის ენერგია. დადებით ენერგიებში თქვენ შექმნით კავშირს ორი ლიდერისა, რომლებიც აღწევენ ახალ სიმაღლეებს არა მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ სიყვარულშიც. შეხვედრის მიზეზი არის კონკურენციის სურვილი სამყაროსთან. ასეთი პარტნიორები ასულდგმულებენ ერთმანეთს, მათ იდეებს, ერთის მიღწევები ხდება მეორე პარტნიორის мотиваცია და ორივესი ერთად სიხარული. ისინი ეხმარებიან ერთმანეთს გაზრდაში. მინუსში ეს არის კონკურენცია და ბრძოლა ლიდერობისთვის. კომპრომისების არარსებობა, ერთმანეთის აზრების იგნორი და უპატივცემულობა. ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა დასახოთ პირადი მიზნები, ერთად ისწავლოთ დათმობა, მეტად ენდეთ ერთმანეთს, ნაკლებად აკონტროლოთ ერთმანეთი და მოძებნოთ კომპრომისები. თუ თქვენი თავსებადობის რიცხვი არის 2, ამ ენერგიას ქვია ინტიმური ჰარმონიული კავშირი. დადებით ენერგიებში ეს არის ურთიერთობა, სადაც გამეფებულია ჰარმონიული სიყვარული და ღრმა ემოციური კავშირი. და მაინც ასეთ კავშირს სჭირდება შენარჩუნება. წყვილის შეხვედრის მიზეზი არის ოჯახის შექმნა და გვარის გაგრძელება. მინუს ენერგიებში, ანუ სირთულეები, შეიძლება წარმოიქმნას იმ შემთხვევაში, თუ ერთი პარტნიორი ზედმეტადაა დამოკიდებული მეორეზე. ეს ქმნის დისბალანსს წყვილებს შორის. ჰარმონიის მისაღწევად აუცილებელია ბალანსის დაცვა ურთიერთმხარდაჭერასა და თითოეული პარტნიორის თავისუფლებას შორის. საზღვრების დადგენა და მისი დაცვა. ღია და გულახდილი საუბრები წყვილებს შორის. თავსებადობის რიცხვი 3. ეს არის ემოციური, მხიარული და შემოქმედებითი კავშირი. ეს ურთიერთობა სავსეა სიხარულით, სიმსუბუქით და შემოქმედებით. აქ მთავარია მისცეთ მეტი სერიოზულობა თქვენს ამოცანებს, რათა კავშირი იყოს არა მხოლოდ მხიარული და დროს ტარებაზე გადასული, არამედ სტაბილურიც. ეს არის ურთიერთობები, რომელიც სავსეა მრავალი კაშკაშა სასიამოვნო მომენტებით და დადებით ენერგიებშია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხოლო მინუს ენერგიებში კი სერიოზულობის იგნორირებამ და დისციპლინის არ ქონამ შესაძლებელია წყვილებს შორის კავშირი დაარღვიოს. ანუ, როდესაც წყვილები მუდმივად გადართულები არიან დროს ტარებაზე, გართობაზე, როდესაც ავიწყდებათ და არ აღიქვავენ საქმეს სერიოზულად. ეს იწვევს არასტაბილურობას და ბოლოს უნდობლობას წყვილებს შორის. შეხვედრის მიზეზი წყვილებისა არის ზედმეტი ემოციურობა. ასეთი კავშირის დროს წყვილი ურთიერთობს ერთმანეთთან სიამოვნებით, იუმორის მაღალი გრძნობით, შემოქმედებითი უნარების გამოვლინებით, რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კავშირს. ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა ბალანსის დაცვა გართობასა და სერიოზულობას შორის. საჭიროა ერთობლივი გეგმა. უნდა გადაანაწილოთ წყვილებმა საქმეები და როლები ერთმანეთში. პატივი უნდა სცეთ ერთმანეთის სივრცეს და ერთმანეთის თავისუფლებას. თუ თქვენი თავსებადობის რიცხვი არის 4, ეს არის სტაბილური ენერგია.
სტაბილური ურთიერთობის და მომწიფებული სიყვარულის კავშირი, სადაც ყველაფერი არსებობს მტკიცე და ერთიანი მომავლის ასაშენებლად. დადებით ენერგიებში წყვილი ერთმანეთის საყრდენია. საერთო მიზნები აქვთ, ორიენტირებული არიან გრძელვადიან გეგმებზე, უნდათ ააშენონ ერთობლივი მომავალი, ოჯახის ფინანსები, პროექტები, ორივე ძალიან შრომის მოყვარია. სირთულეები შესაძლებელია იყოს და შეიძლება გამოიწვიოს რუტინამ, რადგანაც ოთხიანს არ უყვარს რუტინა. არ უყვარს აგრეთვე ზედმეტი კონტროლი პარტნიორებს შორის, ასევე როდესაც პარტნიორები ორიენტირებული არიან მხოლოდ ქმედებებზე და არა გრძნობებზე. ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა საერთო მიზნები და გრძელვადიანი პროექტები, ერთობლივი მხარდაჭერა, შთაბეჭდილებები, მოგზაურობა, შესაძლებელია ერთობლივი ჰობის მოფიქრებაც. მოერიდეთ ერთმანეთის კონტროლს და მეტი თავისუფლება მიეცით ერთმანეთს. თუ თქვენი თავსებადობის რიცხვი არის 5, ეს არის მსუბუქი ურთიერთობები, ეს არის კავშირი, სადაც ენერგიები, თავისუფლება და ცვლილებები ძირითად როლს თამაშობენ. ეს არის ბრწყინვალე ერთმანეთისთვის სულის ჩამდგმელი კავშირი, რომელიც წყვილისაგან მოითხოვს ნდობას, გულახდილობას, პატივისცემას, ერთმანეთის თავისუფლებას და ერთმანეთის პატივისცემას. ასეთ წყვილებს უყვართ თავგადასავლები, ეძებენ ახალ შთაბეჭდილებებს. გულახდილობა კი ეხმარებათ კავშირის გამყარებაში. სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურობამ, რომელიც თავისთავად ქმნის დაძაბულობას. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და ზედმეტად თავისუფლებისაგან ტოლვა ხელს უშლის წყვილს სერიოზული საკითხების მოგვარებაში. ამან შესაძლებელია კავშირის შეასუსტოს. ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა მეტი მრავალფეროვნება, ახალი შემოქმედებითი უნარები, უნდა იყოთ უფრო მეტი გულახდილები ურთიერთობაში, მუდამ ერთმანეთის სულის ჩამდგმელები, მხარდამჭერები, პატივი უნდა სცეთ ერთმანეთის პირად სივრცეს და არ დაარღვიოთ იგი. თუ თქვენი თავსებადობის რიცხვი არის 6, ეს არის ენერგია შემოწმება სიყვარულზე საკუთარი თავის მიმართ. საერთოდ კი არის სასიყვარულო და მზრუნველი კავშირი. დადებით ენერგიებში ურთიერთობა დაფუძნებულია სიყვარულზე, მზრუნველობაზე და ჰარმონიის მიღწევაზე. პარტნიორები ქმნიან მტკიცე ემოციურ კავშირს. ეს ურთიერთობა შეიძლება გახდეს იდეალური ბაზა ოჯახის შექმნისათვის, სადაც გამეფებულია ურთიერთშეთანხმება, პატივისცემა და ბედნიერება. მთავარია არ დაგავიწყდეთ ბალანსი ნამდვილ მზრუნველობასა და თავისუფლების გრძნობას შორის. შეხვედრის მიზეზი არის ის, რომ ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული და ჩამოაყალიბოთ პირადი საზღვრები. ასეთი პარტნიორები იჩენენ დიდ ყურადღებას უწვრილესი და პატარა დეტალების მიმართ და ეხმარებიან ერთმანეთს სიმყუდროვის და კომფორტის შექმნაში. თავს არიდებენ კონფლიქტებს და შეუძლიათ კომპრომისების მოძებნა და მასზე წასვლა, რა თქმა უნდა. ურთიერთობა ემყარება სიყვარულს, ოჯახურ ტრადიციებს და შვილების აღზრდას. სირთულეები ზედმეტი მზრუნველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავისუფლების შეზღუდვა. ასევე სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა მიჯაჭვულობამ ერთი პარტნიორისა მეორეზე. ეს შეიძლება ეჭვიანობის მიზეზი გახდეს. ასევე შეიძლება შიში გამოიწვიოს პარტნიორის დაკარგვისა. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლებელია გახდეს ურთიერთკავშირის შესუსტებისა. ასევე სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს პირადი სივრცეების სიმცირე ან საერთოდ არარსებობა. ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა იყოთ მუდამ მადლიერი ერთმანეთის მზრუნველობისთვის, ხშირად უნდა უთხრათ წყვილებმა ერთმანეთს სამადლობელი სიტყვები, მეტი რომანტიზმი ურთიერთობაში, გაუკეთეთ ერთმანეთს სასიამოვნო საჩუქრები, სიურპრიზები, ეს ძალიან კარგად მოქმედებს წყვილზე, რომელთა შეთავსების რიცხვი არის 6.